ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო პროექტის შესახებ, რომელსაც Diorama Production ახორციელებს და პროექტის ფარგლებში სხვადასხვა პერსონაჟები ანიმაციებში ცოცხლდებიან. ამჯერად ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ქვეყნის მასშტაბით იმოგზაურონ და პატარების დახმარებით აწყონ საქართველოს რუკა თავისი წესჩვეულებებითა და ისტორიით. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა ნინა ოთარაშვილი, Diorama-ს პროდიუსერი. დილომშვიდობის, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან გვახარებს ხოლმე ყოველთვის თქვენი სტუმრობა. PR მენეჯერი Diorama-ში შეცდომით გამოვაცხადეთ პროდიუსერიც და ასევე PR მენეჯერი დილომშვიდობის. მოდით ვისაუბროთ ამ არაჩვეულებრივი პროექტის შესახებ, რომელიც ეხება, ესე იგი, პატარებს, რომლებიც ერთვებიან ამ პროექტში, როგორია მათი დამოკიდებულება, როგორ აითვისეს ეს ყველაფერი, ეს ძალიან საინტერესოა ყოველგვარი ამის მოსმენა თქვენგან. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, მე ძალიან მიყვარს, როდესაც თქვენთან მოვდივარ ხოლმე სტუმრად და ამჯერად მოვედი ახალი პროექტით, სახელწოდებით Diorama საქართველოს გარშემო. ეს არის კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს პროექტი, რომელიც მოიცავს, რომ მოკლედ ვაკეთებთ საქართველოს დიდ რუკას, დაახლოებით 4 მეტრის რუკა შეიქმნება და ამ რუკაზე Diorama-ს ფორმატში ბუნებრივია და ამ რუკაზე გამოსახული იქნება საქართველოს ყველა რეგიონის ღირსშესანიშნაობები. და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სწორედ ამ მიზნით ჩავსულიყავით საქართველოს იმ ყველა რეგიონში და თვითონ იქაურ ბავშვებს გაეკეთებინათ სწორედ ესე ვთქვათ ღირსშესანიშნაობები და ახლა ვართ უკვე ბოლოსკენ, აღმოსავლეთ საქართველოს გვაქვს დარჩენილი და მოკლედ საბოლოოდ შეიქმნება ანიმაცია. გვინდა რომ გადავიღოთ ანიმაცია სწორედ ამ ფორმატში stop motion ანიმაცია შეიქმნება და მატარებლის მეშვეობით მოვივლით მთელ საქართველოს და ფაქტობრივად გავამართლებთ იმ სახელს, რაც ქვია ზოგადად ამ პროექტს Diorama საქართველოს გარშემო. აი უკვე დასავლეთ საქართველოს მოვლილი გაქვთ, როგორც გითხარით და როგორი იყო ჩართულობა და მოწონება როგორ დაიმსახურა ახალგაზრდებში? ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია რომ თვითონ ვინც არის ჩართული ამ პროექტში და ბავშვები ამ შემთხვევაში იყვნენ ძალიან მონდომებულები და ეს ნამდვილად ჩვენთვის ძალიან დიდი სტიმული იყო რომ გაგვეგრძელებინა და ჩავსულიყავით ყველა რეგიონში და თვითონ ბავშვებს გაეკეთებინათ ეს ანიმაცია ბუნებრივია ჩვენი დახმარებით, თუმცა აი მათი ეს ჩართულობა, აქტიურობა და ეს სიხალისე კიდევ უფრო მეტად ესე ვთქვათ ამრავალფეროვნებს ამ პროექტს და ფიქრობ რომ შემდგომშიც, როდესაც საბოლოო ესე ვთქვათ ანიმაცია შეიქმნება და მაყურებელს ვეტყვი რომ stop motion ანიმაციას ვაპირებთ რომ გავაკეთოთ, მნიშვნელოვანია რომ ამ ბავშვების ჩართულობით შეიქმნება და ავტორებიც სწორედ თანაავტორები იქნებიან, დიახ ეს ბავშვები. რა ასაკის ბავშვები იყვნენ უფრო მეტწილად ჩართულები? დაახლოებით 9 წლიდან 14 წლამდე ბავშვები იყვნენ ჩართულები ამ პროექტში და მნიშვნელოვანია რომ ერთად ესე ვთქვათ პროექტზე მუშაობდნენ, აი ეს ფუსფუსაც ხედავ ჩვენი მაყურებელი კადრებში და ფიქრობ რომ შემდგომშიც კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან ამ ესე ვთქვათ ხელსაქმით, იმიტომ რომ ჩვენ გქონია გამოცდილება ამ პროექტში ჩართულია ასევე კონსტანტინე ნინუა, რომელიც არის მოქანდაკე და ასევე ოპერატორი და ის ქმნის მოკლედ ამ Diorama-ს ასევე რამილია ალიევა და ჩვენ ერთად ვაკეთებთ ამ პროექტს. და მნიშვნელოვანია რომ მე და კოტე ვასწავლით ამ Diorama-ზე მუშაობას და ერთ ანიმაციაზე, ერთ პროექტზე უმუშავიათ მაგალითად 9 წლის ბავშვს და ასევე დიდი ასაკის ადამიანს დაახლოებით 50 წლის ქალბატონს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ხელსაქმე ადამიანებს ასაკის მიუხედავად აერთიანებს და ერთ პროექტზე შეუძლიათ რომ იმუშაონ. დიახ. ნინა, თუ ჩნდებათ კითხვები ბავშვებს და რა კითხვებით არიან ზოგადად ის რომ მოვახსენოთ ჩვენს მაყურებელს ამ პროცესში ჩართული ახალგაზრდები, ბუნებრივია
დაუჯდებათ მათ შეკითხვები, რომლებსაც თქვენ გასცემთ პასუხს. კი, ნამდვილად, ჩვენა ყოფილვართ, სტუმრად ყოფილვარ, გავუკეთები ანიმაციები და როდესაც ვახსენებ, რომ ეს ანიმაციებს ვაკეთებთ თოჯინებით და სწორედ აი ამ ფორმატში ვამოძრავებთ, ბავშვებს აინტერესებთ ხოლმე, რომ აი როგორია, რა ვიზუალს მიიღებენ და როდესაც ნახულობენ მაგალითად ნიკალა, რომელთაც ვიყავით თქვენთან სტუმრად და ჩვენს კადრებში, ხედავთ, რომ ბავშვებს სწორედ ეს ანიმაციები ვაჩვენეთ, აი ეს აინტერესებთ, რომ აქედან შემდეგ რა შეიქმნება ეს პროცესი და აი სულ არაფრისგან რომ შემდეგ შეიძლება რომ უკვე ანიმაცია შეიქმნას მათთვის ეს ძალიან შთამბეჭდავია ხოლმე და ბუნებრივია ფერებთან კონტაქტი, ფორმებთან, იმიტომ რომ რომელ კუთხეში ჩავდიოდეთ, ახლა ბუნებრივია აფხაზეთში ესე ფიზიკურად ვერ ჩავიდოდით და სამეგრელოში გავაკეთებინეთ ბავშვებს დადიანების სასახლე და ასევე აფხაზეთის მატარებლის სადგური და ეს იყო ძალიან როგორ თქვა ემოციური ბავშვებისთვისაც, იმიტომ რომ რაც უნახავთ თვითონ თავიანთი ხელით აკეთებენ და მეც კოტეც და რამილიაც მოკლედ ძალიან ენთუზიაზმით ვიყავით ჩართული რომ ჩვენი ცოდნა მათთვის გადაგვეცა და მათგანაც მიგვეღო ის ემოციები რაც ამა თუ იმ კუთხეს ეს მუშაობის პროცესი თავისთავად იმიტომ რომ როდესაც რამდენიმე ადამიანი არის ჩართული ბუნებრივია იქ აზრთა სხვადასხვაობაც არის და საინტერესო არის ეს როგორ შეჯამდა საბოლოო ჯამში ის კონკრეტული სახე რომელიც თქვა უკვე პროექტის სახით წარმოადგენს ბავშვებმა ეს მუშა პროცესი იყო კიდევ ალბათ ძალიან საინტერესო ერთსულოვნება როგორ იგრძნობოდა მათში ნამდვილად მე უფრო ძირითადად ესე თქვა პრეზენტატორი ვიყავი თუმცა კოტე არის რომელიც მოქანდაკე რომელიც მთლიანად უხსნიდა ბავშვებს თუ როგორ უნდა გაეკეთებინათ ეს დიორამები და აი თქვენ კადრში ხედავდით რომ ძალიან ბევრი ბავშვი იყო და აი ეს იყო ძალიან როგორ თქვა ერთსულოვანი გადაწყვეტილებები რომ ყველა ერთად ჩხუბის გარეშე ძალიან მშვიდად ესე ფუსფუსობდნენ და ერთად აწყობდნენ ყველაფერს და მგონია რომ ამ პროექტის მიზანიც სწორედ ეს არის რომ გააერთიანოს საქართველო და ერთ ანიმაციაში მოაქციოს ყველა ის მნიშვნელოვანი ადგილი რაც რეალურად მოიაზრებს საქართველოს და ერთ დეტალსაც დავამატებ რომ შევქმნით ასევე მატარებელი რომელიც დამონტაჟდება ასე ვთქვათ ლიანდაგები მთელ ამ რუკაზე და მოივლის საქართველოს და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენი ამ პროექტის. რა შესაძლებლობას იძლევა ზოგადად ეს პროექტი? ამას შესახებაც რომ ვისაუბროთ, რა უნარებს ავითარებს ახალგაზრდებში ეს ვიზუალური მხარეც ალბათ ძალიან დიდი დამხმარე და მნიშვნელოვანია ამ საქმეში რომ მეტად კარგად აღიქვან საქართველოს რუკა ზოგადად საქართველოს სხვადასხვა კუთხე ახალგაზრდებმა ბავშვებმა. დიახ, ბუნებრივია, მაგალითად სკოლა, როგორც ვიცით, არის დაწესებულება, სადაც ბავშვები შეიმეცნებენ და ამ შემთხვევაში მათთვის ცოტა უცნაურიც იყო, აი ჩვენ რომ ჩავედით და დავიწყეთ რაღაცა ვიზუალზე საუბარი. თუმცა მნიშვნელოვანია რომ სწორედ ასე თამაშით ბავშვებმა კიდევ უფრო მეტი შეიმეცნონ და მგონია რომ სწორედ ამას აძლევს დიორამა ბავშვებს რომ უფრო გაიღრმაონ ცოდნა მაგალითად ჩვენ გავუკეთებია როგორც ვახსენე ნიკოლაზე ანიმაცია ასევე ტარიელ ხახელაურზე კი ბატონო გოდერძიჩოხელზე და აი ამით ფიქრობ რომ კიდევ უფრო მეტად ინტერესდებიან აი რა დაწერა მაგალითად გოდერძიჩოხელმა დაუჯერებელი ამბავი აი რას გვასწავლის ეს რეალურად და ესე თამაშით მგონია რომ ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი ამბის მიწოდება შეგვიძლია ახალი თაობისთვის და ასევე ძველი თაობისთვისაც ბუნებრივია რომ ძალიან კარგია მსგავსი ასე ვთქვათ პროექტები როდესაც სხვა შეში ჩვენ ერთ ამბავსაც ვიტყვი რომ გვინდოდა რომ გასულიყავით დედაქალაქიდან და ეს იყო ერთ-ერთი мотиваცია რომ ეს პროექტი განგვეხორციელებინა რომ რეგიონში ჩავსულიყავით და ერთიანად შეგვეკრა ეს ამბავი. ძალიან ბევრი ნიჭიერ ადამიანს შეხვდება თავისთავად. ძალიან დიდი ნიჭიერება არის რეგიონებში და თბილისშიც და ყველგან. საინტერესოა შემდგომ უკვე ვახსენეთ ნიკოლა ვახსენეთ დაუჯერებელი ამბავი და ასე შემდეგ ხომ აი ეს დასრულებული პროექტების შემდგომ რა ბედი ეწევათ მათ? ჩვენი პროექტები ბუნებრივია რომ ეს
ანიმაციები დებს ჩვენ YouTube გვერდზე, Diorama Productions YouTube გვერდზე და ამ შემთხვევაში შეიკრება ანიმაცია Diorama საქართველოს გარშემო, რომელსაც ასევე ნახავს ჩვენი მაყურებელიც და ვისაც სურვილი ექნება, რომ ესე ვთქვათ, ნახოს ის ნამუშევრები, რაც ბავშვებთან ერთად შევქმნით და ბუნებრივია, რომ ესე ვთქვათ, stop motion ანიმაციას გავაკეთებთ ამ შემთხვევაშიც და ესე ვთქვათ, YouTube-ზე შეიკრება ეს ამბავი. თუ არის ვთქვათ საშუალება რომ სხვა ფესტივალებში მიიღოთ მონაწილეობა და როგორი შედეგები შეიძლება რომ დაიდოს ამ კუთხით. დიახ, ჩვენ ვიყავით სხვა შორის ნიკალათი თბილისის ანიმაციის ფესტივალზე და ახლა შეიძლება რომ მქონდეს ამ ანიმაციასაც იმის საშუალება რომ ჯერ არ ფიქრობთ ამ ეტაპზე მაინც მუშა პროცესია და კიდევ არ ჩასასვლელი მაგალითად თელავში მოახსენე რომ აღმოსავლეთ საქართველოს ასე თვისებელი გვაქვს და იქაც უნდა ჩავიდეთ და შესაბამისად დაახლოებით დეკემბრის დასაწყისში უკვე მზად იქნება ანიმაცია და შემდეგ უკვე დავიწყებთ ფიქრს იმაზე თუ სად შეიძლება რომ ძალიან საინტერესო იქნება თქვათ ამ სოფლიო მასშტაბითაც ხო რომ თქვათ იგივე რაღაც საერთაშორისო ფესტივალი იყოს ნამდვილად მსგავსი იმიტომ რომ ერთი ნიჭიერი ადამიანი გაერთიანდებოდა ამ ფესტივალის ქვეშ და ნამდვილად სანახაობრივი იქნებოდა და საინტერესო და ეს კიდევ უფრო მეტად გააღრმავებდა ინტერესს თავისთავად როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში. მათთვისაც აქვთ სურვილი, რომ შემოგიერთდნენ, შეისწავლონ ამ ყოველფრის დამზადება, მუშაობა, ანიმაციაც ქცევა, თუ არის ამის შესაძლებლობა და სად უნდა მოგაკითხოთ. კი, ბუნებრივია შეუძლიათ რომ დაგვიკავშირდნენ, ეხლა ამ ეტაპზე უბრალოდ ამ პროექტზე მუშაობთ ძირითადად, თუმცა ვისაც სურვილი აქვს, შეუძლიათ რომ დაგვიკავშირდნენ, როგორც ვახსენე, Diorama Productions გვერდზე და მე და კოტე ნინუა შევეცდებით რომ ერთიანი ძალებით შევასწავლოთ ამ ყველაფერზე მუშაობა. საუბრის ბოლოს უნდა გკითხოთ აუცილებლად სამომავლო რიტმებზე, რა პროექტები არის მოსალოდნელი წინასწარში თუ შეგვიძლია ამის შესახებ ვისაუბროთ, აი ვახსენეთ ნიკალა როდერძიჩო ხელი ტარიელ ხარხელაური ჩვენი ცნობილი პოეტები, მწერლები, მათი ანიმაციები ვის უნდა ველოდოთ სამომავლოდ ეს რომ გითხრათ. სხვა შორის ეს იდეები რეალურად კოტესი იყო წინა ანიმაციებით და ეს პროექტიც და ვფიქრობდით რომ აი ამ სამი ანიმაციის შემდეგ ისე ვინმე ქართველ გამოჩენილ ადამიანზე გავაკეთებდით ანიმაციას, თუმცა ეს იმდენად განსხვავებული პროექტი მოიფიქრა კოტემ რომ ამაზე დავჯერდით და აი შემდგომში რას მოიფიქრებს კოტე ეს არ ვიცი მე მას ვკითხოთ და როცა უკვე იდეის დონეზე იქნება მე თქვენ გაგაცნობთ რა და როგორ იქნება რა თქმა უნდა გელოდებით მეც დიდი სიამოვნებით გეწევით ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან უბრძანებისთვის წარმატებები თქვენს და ყველა მონაწილეს ვინც ჩართულია ამ არაჩვეულებრივ პროექტში ნინა ოთარაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი Dioramas პროდიუსერი PR მენეჯერი